კიდევ ერთხელ დევნილთა განსახლების თემას ზუგდიდის ყოფილი რაიონული საავადმყოფო შენობაში შესახლებულ დევნილებს შენობის დაცლას თხოვენ. შენობის მფლობელი კომპანია ბლოკ ჯორჯია დევნილები აცხადებენ, რომ შენობას მანამ არ დატოვებენ, ვიდრე მათ ალტერნატიული ფართით არ დააკმაყოფილებენ. საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ორი ოჯახი უკვე მე-11 დღეა ცხოვრობს. 20-მდე დევნილმა ოჯახმა კი წუხელ შენობის კარი შეამტრია და ოთახები დაიკავა. საავადმყოფოს ყოფილი შენობა ბლოკ ჯორჯიას 5 წელია საკუთრებაში აქვს, როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ბლოკ ჯორჯია უახლოეს პერიოდში შენობის რემონტს იწყებს, სადაც სამედიცინო დაწესებულება განთავსდება. ჩვენ შესულები ვართ უკვე მე-11 დღეა დღეს, ბავშვი ანათ 5 შვილიშვილი მყავდა, გასვლას არ ვაპირებ ცოცხალი თავით. ან და აქედან გაგვიყვანოს და დაგვაკმაყოფილონ. სხვა შემთხვევაში ჩვენ აქედან არ გავალთ. ხალხის დაკმაყოფილების იდეა ჩვენ არ აქვს. ჩვენ ამართ სულ სხვა ორგანიზაცია. ვინც შეისყიდა ეს ტერიტორია და ეს შენობა ნაგებობა. ჩვენ ამას ვკეთებთ ახლა მიმდინარე რემონტს, კლიანად შენობას, აი ეს ოხოღედავ რას გავს. აი ეს უნდა გავალამაზოთ, გავაკეთოთ ისე რომ ევროდონეზე უნდა იყოს. და იქნება ისევ დაუბრუნდება პირვანდელ სახეს სამომთხოვნო. მოვლენ ორგანიზმში და ეთქვიან როგორ იქნება. ხელმძღვანელობა ჩაერევა ამას ყველაფერს. განსახლების ამიზრდომდე ვაცრობეთ ჩვენ. უთხარი და მოვლენ და გეოეთქვის დამხალს, ან დააკმაყოფილებენ რაღაცა იქნება.